დღევანდელ დღეს გილოცავ დღეს არის წმინდა სპირიდონ ტრიუმფალური ხსენება და ეს დღე განსაკუთრებული სიხარულია საქართველოში უკვე 58 წელია ვინაიდან სწორედ 58 წლის წინ ამ დღეს აღსახდა საპატრიარქო ტახტზე ჩვენი ძვირფასი მამამთავარი პატრიარქი ილია მეორე. ცხადია დღევანდელ გადაცემას ჩვენ სრულად მას უძღვნით და პირველ სტუმარს წარმოგიდგენთ სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის მდივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი. მამამიქაელ დილამშვიდობისა დაგულოცეთ და გილოცავ დღევანდელ დღეს. დილამშვიდობის მოგესალმებით მეც. დიდი მადლობა მობრძანებისთვის. მადლობა ძალიან დიდი. ძალიან გვიხარია ხოლმე თქვენი სტუმრობა, ვინაიდან უკვე 23 წელია ბრძანდებით პატრიარქის მდივანი. ამ კუთხითაც გამორჩეული, იმიტომ რომ ყოველ შემთხვევაში ჩემი წირი ინფორმაციით ამ ასეთი სტაჟი პატრიარქის მდივანობის არ აქვს არავის და ცხადია გიწევთ მის გვერდით ყოფნა უამრავი ფაქტით, უამრავი ფაქტის მომსწრე ხართ მდივანობის პერიოდში და ცხადია მანამდე პერიოდიც იცით და რადგან დღეს ჩვენ ვსაუბრობთ აღსაყდრებაზე 52 წელი დაიწყო ესეთ ისტორიული მოვლენაა. დავიწყოთ თავიდან, რა პერიოდია, რა ხანა. დღეს ადამიანები, რომლებიც უკვე პატრიარქის პერიოდში დაიბადნენ, შეიძლება გონიათ, რომ ეს ჩვეულებრივია და ჩვეულებრივი მოცემულობაა, მაგრამ ალბათ პირველ რიგში გავიხსენოთ, რა მემკვიდრეობა დაახდა, როცა ხდება ახალგაზრდა იმ დროისთვის ყველაზე ახალგაზრდა ეპისკოპოსი პატრიარქი, რა მემკვიდრეობა დაახდა და როგორ ტახტზე ადის ილია მეორე. კიდევ ერთხელ მოგესალმებით და ქრისტეს მიერი სიყვარულით და პატივისცემით გილოცავთ დღევანდელ დღეს თქვენს ტელევიზიას, თქვენი ტელევიზიის დამფუძნებელი ბრძანდება მისი უწმინდესობა. გილოცავთ დიდი მღვდელმთავრის სპირიდონ ტრიუმფუნტელის ხსენების დღეს. დიდი მადლობა. ისი შეწევნა და მეოხება ღმერთმა არ მოუშალოს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს დედა ეკლესიას. ამინ. რაც შეეხება იმ პერიოდს, როდესაც მისი უწმინდესობა მოვიდა საქართველოს ეკლესიის საჯეთმრობლად, იყო რა თქმა უნდა რთული მდგომარეობა. განპირობებული იყო ეს ყველაფერი აი ამ კომუნისტური მმართველობისა გამო. თქვენ მოგეხსენებათ და ჩვენ საზოგადოებას კარგად ახსოვს რა იდეოლოგიით ცხოვრობდნენ ისინი, რა განზრახვები ჰქონდათ მათ ეკლესიასთან მიმართებაში და ყველაფერი კეთდებოდა იმისათვის, რომ ეკლესია სიბნელიდან ვერ გამოსულიყო, ის ჭრილში დარჩენილიყო, რომ საზოგადოებას არაფერი არ გაეგო მის შესახებ. რაც შეეხება მისი უწმინდესობის წინამორბედ პატრიარქებს, მელქისედეკს, ეფრემს და დავითს, ისინი საკმაოდ ასაკოვნები იყვნენ, როდესაც საპატრიარქო ტახტზე აღსაყდრდნენ. და აი პატრიარქის გამოჩენა 70-იანი წლების მიწურულს უკვე როგორც ხუმამხაზდეთის მიტროპოლიტის იყო დიდი სიახლე საზოგადოებისათვის ახალგაზრდა 54 წლის პატრიარქი მოდის ეკლესიის სათავეში და ის საზოგადოებაც იყო ძალიან მოწყურებული როგორც ჩანს აი ამ ტოტალიტარულმა მმართველობამ ძალიან დიდი დეფიციტი გააჩინა ადამიანებში. ადამიანი ხო ღვთისმშობელია და მისი მუდმივი ტოლვა არის შემოქმედისაკენ. ამიტომაც ამდენი ხანი ამისი გაჩერება უკვე ასე ხელოვნურად შეუძლებელი ხდება და რაღაცნაირად უნდა გამოჩნდეს ადამიანი, რომელიც აი ამ სიბნელეს დაამარცხებს და ახალ რეალობის წინაშე დააყენებს ქართულ საზოგადოებას. ამიტომაც როგორ თვითმხილველები ყვებიან, ემაში სკოლის მოსწავლე ვიყავი და ვერ ვიქნებოდი სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში და ვინც ყვებიან ამის თაობაზე, ვინც იყვნენ იქ და ესწრებოდნენ აი ამ მსახურებას, ისინი ყვებიან, რომ ძალიან ბევრი ხალხი მოვიდა, უჩვეულოდ ბევრი ხალხი მოვიდა სვეტიცხოველში. ეს ყველაფერი ერთმანეთთანაა დაკავშირებული, ეს სულიერი შიმშილი ადამიანების ახალგაზრდა პატრიარქი გარეგნულადაც ძალიან მომხიბვლელი და რაღაცნაირად ჩნდება საზოგადოებაში ინტერესი მის მიმართ და მისი უწმინდესობაც აი როგორც იტყვიან მუხლჩაუხრელად შეუდგება აი ამ თავისი მისიის აღსრულებას დაიწყებს სრუნვას და აი უპირველესი რაც მისი უწმინდესობისთვის არის დამახასიათებელი, რითაც შემოდის ასე ვთქვათ პირველი სიტყვა შემოაქვს ქართული ეკლესიიდან ქართულ საზოგადოებაში ეს არის ქართულ ინტელიგენციასთან დაახლოვება. მან ძალიან ძნელია
ეს კი არა მეორე დღეს გიჭირს რაღაც გეგმების დალაგება და ეს 10 წლეულებზე გათვალო რა შედეგს და რა რეალობას დააყენებს შემდგომში და მართლაც ეს ყველაფერი ასე აღსრულდა როგორც გითხარით. აი ეს ურთიერთობები გახდება საფუძველი იმისა, რომ თავდაპირველად ჯერ რაღაც შიშნარევად, მაგრამ მაინც იწყებენ ისინი აი რა ახასიათებდა იცით პატრიარქს, ოდესაც ჩვენი მეცნიერები, ინტელიგენციის წარმომადგენლები, კულტურის სფეროს მუშაკები და ასე შემდეგ მოდიოდნენ საქართველოს საპატრიარქოში, არასდროს არ იწყებდა პატრიარქი მათთან საუბარს ესეთი წმინდა საღვთისმეტყველო საუბრებს. ის ყოველთვის იმ სფეროს ეხებოდა, რა სფეროს წარმომადგენლებიც იყვნენ ისინი და ეს მათენაზე საუბრობდა და ეს აჩენდა ინტერესს მისი უწმინდესობის მიმართ და ამიტომაც იყო რომ ეს დაუსრულებელი როგორც იტყვიან შეხვედრები საპატრიარქოში გრძელდებოდა იმისათვის რომ ქართული საზოგადოება დაბრუნებოდა დედა ეკლესიის წიაღს და ამას შემდეგ შეკითხვებში კიდევ ალბათ განვავრცობთ როგორ და რანაირად ხდებოდა ეს ყველაფერი. მამა მიქაელი, თქვენ ნაწილობრივ გამოხმაურებაზეც ისაუბრეთ, თუ როგორი გამოხმაურება ჰქონდა პატრიარქის ინტრონიზაციას, იმ დღესვე ცხადი იყო, რომ რაღაც უჩვეულო მოვლენა მოხდა და მოგვისმენია ადამიანების საუბრები, რომლებიც ესწრებოდნენ ინტრონიზაციის დღეს, რომ ჯებირებიც კი იყო აღმართული, რომ თქვა ხალხის ნაკადი არ შესულიყო, მაგრამ მოშალესო შემდგომ ეს ნაკადი, ეს ჯებირები, იმიტომ რომ წარმოუდგენელი შეუძლებელი იყო ამ ხალხის შეკავება. უკვე შემდგომ პერიოდში თქვენ საუბრობდით ინტელიგენციასთან სიახლოვეზე პატრიარქის და ვიცით რომ პატრიარქს ჰქონდა საგანგებო დღეები დაწესებული. თქვა ხუთშაბათობით ხდებოდა მისი უწმინდესობა ინტელიგენციის წარმომადგენლებს. ორშაბათობით ბავშვებისთვის პარაკლիս ტარდებოდა სიონის საპატრიარქო ტაძარში და ასევე ოთხშაბათობით ესე იგი მრევლი ალაგებდა ტაძრებს, ხო, ესე იყო. ჩართულობა იყო გაერთიანებული. სხვადასხვა მიმართულებით, აი უფრო შემდგომ წლებში აი რა გამოხმაურება ჰქონდა, აი ვთქვათ, მალევე გულისხმობ 78-79 წლებში პატრიარქის ინტრონიზაციას და ილია მეორეს პიროვნებას თვითონ. და რამ განაპირობა ეს ძალიან დიდი სიყვარული და პატივისცემა მალევე მის მიმართ? დიახ თქვენ თითქმის გაეცით ამას პასუხი, აი როგორ იყო იცით, როდესაც ის იწყებს თავის მამამთავრულ მოღვაწეობას, ის ძალიან უბრალოა. ხდება აბსოლუტურად ყველას. აი ვინც კი ძალიან კომუნიკაბელურია მისი უწმინდესობა, აი ხშირად ძალიან იღლებოდა განსაკუთრებით ეს ბოლო პერიოდი, როდესაც ინტენსიური შეხვედრები იყო და ვინც მის ჯანმრთელობაზე ზრუნავენ, დედებს გულისხმობს საპატრიარქოს დედებს, ხშირად გვსაყვედურობდნენ ხოლმე ჩვენ პატრიარქის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, რომ ნუ ტვირთავთო პატრიარქსო ამდენი შეხვედრებითო და ჩვენ კი არ გვინდოდა რომ დაგვეტვირთა მისი უწმინდესობა, მაგრამ თვითონ არის ესეთი ადამიანი, ითხოვს ადამიანებთან ურთიერთობას და სურვილს. ერთმა მოძღვარმა მთხოვა რომ ის უწმინდესობასო შემოხვედრეო და კითხე დაახლოებით რა საკითხებზე უნდა დასაუბარი და სულ 2 წუთი შევალო და ვეთქვი და გამოვალო და უწმინდესმა გაიხსენა შემდეგ მასთან საუბრების ფიზიკოსია ეს სასულიერო პირი და უწმინდესმა გაიხსენა მათი საუბრები, როდესაც ისინი ფიზიკის რაღაც მეცნიერებაზე საუბრობდნენ და ისეთი საყვედურები მივიღე მე სხვებისგან რომ რატო გამეუთხარი უწმინდესმა თვითონ მოითხოვა მასთან ეს ურთიერთობა მეთქი და თვითონ გაჩერდა და თვითონ უსვავდა კითხვებს და გააბეს მათ დიალოგი მეთქი ერთმანეთში. ამიტომ მე რომ საყვედურობთ მეთქი თუ შეგიძლიათ მის უწმინდესობას უსაყვედუროთ მეთქი თქვენ. დიახ, ეს კონტაქტები აუცილებელი იყო საზღვარგარეთთან ურთიერთობები, ეს მის უწმინდესობას სჭირდებოდა იმისათვის, რომ შემდგომში აი ესე ჩვენი ეკლესიის ესეც სტატუსი, დაჩაგრული სტატუსი, რაც ჩვენ არ გქონდა და რაც ხელოვნურად იყო შეწყვეტილი, რა თქმა უნდა, ეს სტატუსი რომ აღდგენილიყო გულისხმობ ავტოკეფალიის აღდგენას და აი ამ სამუშაოებისთვის ჯერ კიდევ მანამდე ქონდა მის უწმინდესობას ეს საქმე დაწყებული, როდესაც ის ცხვამხაზეთის მიტროპოლიტი იყო და ამავდროულად ის იყო საგარეო საქმეთა განყოფილების თავმჯდომარე საპატრიარქოს გულისხმობ, რა თქმა უნდა. მაშინვე იყო ეს კონტაქტები დაწყებული და ეს სულ რაღაც 10 წელი დაჭირდა დაახლოებით მისი აღსაყდრებიდან, რომ ეს მიზანი
ანუ საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების მოეპოვებინა საქართველოს ეკლესიას და ეს იყო უდიდესი გამარჯვება. უწმინდესი ამას არასდროს არ ამბობს ხოლმე, არ უნდა რომ მას ესე ჩაეთვალოს რომ მისი ღვაწლია რა თქმა უნდა, მაგრამ ის ამბობს რომ ჩემი ყველაზე დიდი დამსახურება არისო 7-ჯერ ლოცვის დაწესება. სხვათა შორის ცოტა გადავუხავ და ბარიღამ კეთვით ამ თემასთან გავჩერდები. ჩვენ ერთად მოგვიწია მე უწმინდეს ვახლდი იერუსალიმში იყო ვიზიტი და შეხვედრა ჰქონდა ქნესეთის თავმჯდომარესთან ისრაელის სახელმწიფოს სხვათა შორის მინდა გითხრათ რომ ეს ქნესეთის შენობა დგას ჯვრის მონასტრის ტერიტორიაზე და როგორც ჩანს ქირავნობის ხელშეკრულებით აქვთ ეს შენობა ნუ თქონდა შენობა მათ ააშენეს რა ტერიტორია ჯვრის მონასტერს ეკუთვნის და ის მოუწმინდესობამ უთხრა ქნესეთის თავმჯდომარეს რომ თქვენო რამდენჯერ ლოცულობთო და მათ უთხრა რომ 3-ჯერო და აი ჩვენო 7-ჯერ ლოცულობთო და ისე მოეწონა მას ეს იდეა რომ თქვა რომ აიო კაცო ესენიო ქართველები არიანო და ისინი 7-ჯერ ლოცულობენ და ჩვენ დავითის ქვეყანა ვართო დიდი მეფე დავითისო და ჩვენ 3-ჯერ ლოცულობთო არ ვიცი აღადგინეს და თუ აქვთ ეს ტრადიცია ახლა მაგრამ ყოველ შემთხვევაში იყო ძალიან სახალისო როდესაც უწმინდეს ეს უთხრა და ისინი გაუცებულები დარჩნენ. მამიკალ ძალიან ბევრი ადამიანი შეხვედრია და განსაკუთრებით აი იმ თაობის რომ ყველა იხსენებს რომ პირველი შთაბეჭდილება უწმინდეს იყო საოცრად მომხიბლელი. რაღაც საოცარი ნიჭი აქვს. ეს ღვთისმადლია ცხადია რომ თქვენ რა ბრძანეთ. ყველას თავის ენაზე ელაპარაკებოდა შეუძლებელი არ დატოვო შთაბეჭდილება. ყველა ამბობს რაღაც განსხვავებული. აი თქვენი პირველი შეხება, პირველი შეხვედრა, პირველი გაცნობა როდის მოხდა შემდგომ თქვენი სტუდენტობის პერიოდი. მე ძალიან გულწრფელი რომ იყო პირველად პატრიარქი ვნახე, როდესაც სასულიერო სემინარიაში ვაბარებდი, ეს იყო შორეული 85 წელი. სამთავროში ჯერ კიდევ. სამთავროში ჯერ კიდევ, დიახ. მე ვარ სამთავროში არსებული სემინარიის ბოლო გამოშვება, ასე ვთქვათ, 88 წელში დავამთავრე სემინარია და 88 წელში გაუქმდა იქ სემინარია და თბილისში გაიხსნა სასულიერო აკადემია, ესეც უმნიშვნელოვანესი მოვლენაა პატრიარქის ეპოქაში. და იქ ვნახე პირველად მისი უწმინდესობა, აი გულწრფელად გეტყვით, ასეთ რამეს ნამდვილად არ ველოდებოდი. ვერ წარმომედგინა, რომ აი როგორც ახლა ჩვენ ვხედავთ აი სტუდიაში და ერთმანეთს ვესაუბრებით, ასე მაგიდის მეორე მხარეს დაბრძანდა მისი უწმინდესობა და წავიკითხე მე თემა, რომელიც უნდა დამეწერა მისაღებ გამოცდებზე. მაშინ არ იყო ასეთი რთული სასულიერო სემინარიაში ჩაბარება, რომ მარტივად ხდებოდა ეს ყველაფერი, საქართველოს ისტორიას ეხებოდა თემა. და მის წინ არც ყალიბდები ახლა როგორ მოახერხე ეს მისი უწმინდესობის წინ წავიკითხე ეს ჩემი დაწერილი პატარა ორფურცლიანი თემა და მისმენდა გულისყურით. გამოცდა მას ჩააბარებთ. დიახ, გამოცდას უშუალოდ პატრიარქი იბარებდა. ამისი თქმა მინდა რომ ისეთი ინტერესი ქონდა მას სასულიერო სემინარიასთან მიმართებაში, აი არ ვიცი, ნუ მისაღებ გამოცდებს ხო თვითონ ესრებოდა, გამოსაშვებ გამოცდებს ხო თვითონ ესრებოდა. თან თვითონ ხშირად ჩამოდიოდა ერთადერთი დედათა მონასტერი იყო სამთავროს დედათა მონასტერი. მონასტერს რო ამბობ ცოტა ხმამაღალი ნათქვამია 5-6 მოხუცებული დედაო იყო იქ და ჩვენთვისაც დიდი სიხალისე იყო მათთან ურთიერთობა. დიდი ენაწყლიანობით არ გამოერჩეოდნენ ისინი ჩვენთან საუბარში ეთყობა დროის უქმე დაკარგვა არ უნდათ მათ და ესე ხანდახან რაღაც თითოეულ სიტყვას გვეთყობდნენ ხოლმე დედები. მათთან ჩამოდიოდა ხოლმე ხშირად ესაუბრებოდა. ჩვენთანაც სემინარიაში ჩამოდიოდა საუბრებს. აი სულ გვარიგებდა და გვეუბნეოდა რას იცით რომ აი როგორც თვითონ იქცეოდა და როგორც რას გვასწავლიდა უწმინდესი რომ ყოფილიყავით ძალიან უბრალოები მრევლთან მიმართებაში თქვენო მომავალი სასულიერო პირები გახდებითო სასულიერო პირები ხართო და რაღაც ისეთი კარგი გადაცემა ადამიანს ეს მოყვე შეიძლება ძალიან შინაურულია და პრივატულია მაგრამ მაინც მინდა ვთქვა რომ ესეთი ისტორიები უფრო ამ დროს მნიშვნელოვანია გვეუბნეოდა ხოლმე რომ არასდროს ღვთისმსახურებაშიო თანხა არ მოითხოვოთ. იმდენს მოგცემთო რომ ერთიო
რომ ერთს კი წარმოიდგენთო თქვენ რომ თანხა მოითხოვოთო რომ მოგცენო ვინმე და მართლაც აი დღეს მადლობა ღმერთს აი ცალკეული გამონაკლისები თუ არ არის სადმე და კიდე თუ შემორჩა ესეთი მდგომარეობა რომელიმე ეკლესიაში აი აბსოლუტურად უსასყიდლოდ უნდა ემსახურებოდნენ ყლები საკუთარ მრევლს და მრევლი ისეთი გონიერია და ისეთი ბრძენია რომ ისინი აუცილებლად მიაგებენ მას ისეთ პატივს რომ ვერც კი წარმოიდგენს სასულიერო პირი. ახლა მრევლმა იცის რომ მგდელს ჯამაგირი არ აქვს, ასე ვთქვათ, ხელფასი არ აქვს და ფაქტიურად ისეა რომ ისინი ინახავენ საკუთარ მოძღვრებს და როდესაც ისინი ნახავენ აი ამ საოცარ უბრალოებას თქვენშიო ისინი უფრო მეტად დაგაფასებენო თქვენო იხსენებდა ხოლმე თავის მღვდელმსახურებას ბათუმ შემოქმედის ეპარქიაში და აი გვეტყოდა ხოლმე რომ ხო გააქვთო კურთხევანი ორითაც მომსახურებას აღასრულებთო თქვენ რომ გამოხვალთო ნათლობიდან წიგნში ნახავთო რომ თქვენ დაგვდებათო იმდენი შესაძირი რასაც ვერც კი წარმოიდგენთო თქვენო და აი რასაც ამობდა ხოლმე უწინდესი ზუსტად ესე ხდებოდა როდესაც ადამიანმა იცის რომ რაღაც ვალდებულება აქვს შენს წინაშე რაღაც დათრგუნულია ასეთი ადამიანი და როდესაც იცის რომ შენ მისგან არაფერს არ გამოელი და მთლიანად შენზეა დამოკიდებული ეს ძალიან ახალისებს ადამიანს და მადლობა ღმერთს აი ჩვენი სამღვდელოების განსაკუთრებით ახალი თაობის სამღვდელოების აბსოლუტური უბრალესობა აი ამ პრინციპით ცხოვრობს და ღვთის მადლით არც გშია და არც წყურია მადლობა ღმერთს მისი უწმინდესობის ლოცვა კურთხევით რა თქმა უნდა მამა მიქაელ თქვენ 1996-2002 წლებში მსახურობდით სიონის საპატრიარქო ტაძარში და ნუ ბუნებრივია ღვთისმსახურების დროს ბრძანდებოდით მისი უწმინდესობის გვერდით და აი ამ წლების განმავლობაში ძალიან ბევრი დაგიგროვდათ ალბათ გასახსენებელი მოსაყოლი და აი ისეთი რაც ჩვენთვის ძალიან საინტერესო იქნება რა შეიძლება რომ გაიხსენოთ ძალიან უყვარს და უყვარდა მსახურება განსაკუთრებით აი ამიტომაც კიდევ ერთხელ მინდა მას უდიდესი მადლობა უთხრა იმისათვის რომ ღვთისმსახურება შეგვაყვარა მან ისეთი რუდუნებით აი შეიძლება ითქვას რომ 3-4 საათი გრძელდება უწმინდესის მსახურება გრძელდებოდა ყოველ შემთხვევაში სამღვდელმთავრო სამამთავრის მსახურება აი შეიძლება ითქვას რომ ერთი ამოსუნთქვით მიდიოდა ეს მსახურება ისეთი დინამიური იყო ეს მსახურება ისეთი რითმული იყო ისეთი აი პაუზები არ კეთდებოდა აბსოლუტურად სულ ყველა თავისი საქმე იცოდა ვინ რას აკეთებდა და რაცაც განსაკუთრებულად გამოვყოფდი ისეთი მეხსიერება აქვს მის უწმინდესობას აი ხშირად იყო ხოლმე ახლა სიონში ვინც ვიყავით მისი თანამწირველი მღვდლები რა თქმა უნდა მან იცოდა ვინ როდის ვიყავით ხელდასხმული და ნაკურთხი და ასამაღლებლებს ამას ეკლესიური ადამიანები გაიგებენ როდესაც მღვდელმთავარი ასამაღლებელს გაძლევს ის ამას ქიროტონიის მიხედვით აკეთებს მან იცის ვის წინ დგას და ვინ უნდა თქვას ასამაღლებელი და სტუმარი მღვდლებიც იყვნენ ხოლმე ხშირად სიონი ისეთი ტაძარია და აი მათთან მიმართებაშიც არასდროს არ შეშლია უწმინდეს რომ ვინმეს ქიროტონია დავიწყებდი იმიტომ ძალიან პატარა იყო მაშინ ეკლესია ახლა დღეს 2500-ზე მეტი მღვდელმსახური ვარ საქართველოს ეკლესიაში ეს ფაქტიურად შეუძლებელია დღეს ადამიანმა ეს დაიმახსოვროს მაგრამ ისეთი საოცარი მეხსიერება ქონდა რომ ეს ყველაფერი ჩვენზე უკეთესად იცოდა და ხშირად შენიშვნაც კი მოუწია რომ შენ იქ დადექი შენ აქეთ დადექი იმიტომ რომ მან იცოდა ქიროტონიით ვინ უფრო უპირატესი იყო და ვინ უნდა დამდგარიყო მასზე წინ ბევრი რამ ვისწავლეთ მისგან მე გუშინ ვიხსენებდი ერთ-ერთ ჩემს მეგობართან ასეთ საუბარი მქონდა რომ ერთხელ უცხო ქვეყნის დელეგაცია იყო ჩამოსული სასულიერო პირები მართლმადიდებლები და როდესაც დამთავრდა მსახურება უწმინდესი იყო მსახურებაზე მას მიყავდა მსახურება მათ ერთმანეთს გადაულაპარაკეს რომ ისინი ამ მსახურებით სულიერად დანაყრდნენ ეს ისეთი სიამაყე იყო ჩვენთვის რომ ეს სიტყვები რომ მოვისმინეთ იმიტომ რომ თავისუფალი დრო არ გრჩება ფაქტიურად, როდესაც მსახურებაზე ხარ და გარდა ამისა, აი საღვთისმსახურო წიგნებთან მიმართებაში ისეთ ცოდნას ამჟღავნებდა მისი უწმინდესობა, აი ჩვენ მაგალითად აი პირველ შეწირულის მსახურება ეს რთული მსახურება მხოლოდ დიდმარხვაში სრულდება და შეიძლება მღვდელს წელიწადში რამდენჯერმე მოუწიოს მისი მსახურება არის
ძალიან განსხვავებული და ძალიან დატვირთული მსახურება და აი ამ მსახურებაში ისეთი ნიუანსებია თუ ტიპიკონს არ მიადევნე თვალი და წიგნი არ გიდევს წინ ხო ძალიან ხშირად შეიძლება შეგეშალოს რაიმე და შეცდომა დაუშვა. წმინდესის თანდასრებით ვატარებდით ხოლმე ამ მსახურებას და აი ხანდახან იყო რომ შეგვეშლებოდა. არც წიგნი ქონდა უწმინდეს არაფერი არ ეკავახელთ მაშინვე მოგცემდა შენიშვნას რომ ახლა არის ეს გასაკეთებელი ახლა არის ეს გასაკეთებელი და პირველი წიგნიც რომელიც ტიპიკონთან არის დაკავშირებული სწორედ უწმინდესის ტიპიკონით ვიცოდით იმიტომ რომ მას ქონდა ეს წიგნი ძველ საბეჭდ მანქანაზე იყო აწყობილი ეს ტექსტი და ხელიდან ხელში გადადიოდა ქსეროქსები ქონდა გაკეთებული ამ წიგნების და ამით ხელმძღვანელობდით დღეს მადლობა ღმერთს ლიტერატურა ისევ მისი უწმინდესობის დამსახურებით ძალიან ბევრი ლიტერატურა საღვთისმსახურო და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა მის სახელს უკავშირდება. და ბოლოსკენ უკვე ჩვენი დრო იწურება გული წდება რომ ასე ჩქარავთავდება. ძალიან ძალიან ჩავდიო და ყველაზე გვინდა გამოხატო ცხადია სიყვარული და პერგულება. როგორ გაიხსენებთ თქვენ დაგნიშნათ მის მოუწოდესობამ დივნათ მე ვსვი რაღაც ამდენი ხანი მეგონი სტაჟიარების არის და რამდენი რთულია. ან შეიძლება იოლიც. მეჭობა იოლი იყოს მაგრამ მაინც. არა იცით რა არის როდესაც გაიგებ ადამიანის ხასიათს და ბუნებას და შენში წეძებ აი ამ პოტენციალს რომ შესაბამისი მსახურება მიუძღვნა მისი უწმინდესობის მსახურებას ხო რთული არა ეს დღის ნორმა და რეჟიმად უნდა განსაზღვრო იმიტომ რომ როდესაც წლების წინ მე დავინიშნე მდივნად ჩემთან ერთად ქორეპისკოპოსად დაადგინა მის მოუწმინდესობა მეუფე თეოდორე ჯვაძე და აი 23 წელია ჩვენ მისი უწმინდესობის ასე ჩვენ ასე ვთვლით რომ ერთგულად ვსახურებით გვაქვს ამისი ამბიცია და ყოველთვის გრძნობდით როდის რა ჭირდება მის უწმინდესობას და როდესაც იცი რომ რაზე აქვს უწმინდეს უწესრიგობას ვერიტანს ძალიან თვითონ არის ძალიან მოწესრიგებული და სხვისგანაც ამას ითხოვს და რა თქმა უნდა პროფესიონალიზმსაც და ალბათ ერთგულებასაც იმიტომ რომ შეუძლებელია პატრიარქის გვერდით იყო და მისი ერთგულება არ ქონდეს იმიტომ რომ ეს ერთმანეთთან აბსოლუტურად დაკავშირებულია ხშირად შენიშვნაც მოუწია ყოფილა ასეთი შემთხვევა ხან დამსახურებულად და ხან დაუმსახურებლადაც მე მეღია შენიშვნა როგორც კი ეტყვი რომ შემინდეთ თქვენ უწმინდესობა იქ ყველაფერი მთავრდება არასდროს არ ყოფილა რომ ის გაგახსენოს მე უწმინდესმა და გითხრას ოდესაც ეტყვი რომ აი დღევანდელ სასულიერო პირებში ეს დეფიციტი შევამჩნიე ხოლმე და ძალიან გული მწყდება შეიძლება მღვდელმთავარმა უსამართლოდაც რაღაცაზე გისაყედუროს შეიძლება ვიღაცამ მას არასწორი ინფორმაცია მიეწოდოს შენ კი არ უნდა ამხედრდე და სარბაზნები გამოიყენო ქუჩაში უნდა ითხოვო შენდობა პატიება უნდა თხოვო და მღვდელმთავარი იმისი მღვდელმთავარია რომ იქ მთავრდება უკვე ეს ურთიერთობა და იწყება რა თქმა უნდა ახალი დღე აი ამ ყველაფრისთვის უღრმესი მადლობა ჩვენს მამამთავარს მის უწმინდესობას სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქს და მინდა გამოვიყენოთ ჩემი სტატუსი და მცხეთა თბილისის ეპარქიის სამღვდელოების სახელითაც მიულოცო მის უწმინდესობას ეს დღე ერთმა ჯანმრთელობა დღეგრძელობა და მრავალჟამიერი მისცეს კიდევ მრავალი წელი ჩვენ საიმედოთ ამინ ამინ უღრმესი მადლობა საქართველოს კათოლიკოს პატრიარქის დივანი დეკანოზი მიქაელ ბოტკოველი გვესაუბრებოდა